დილამშვიდობისა. გუშინ დოვერის ბაზაზე პრეზიდენტი ტრამპი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და მე დუმილში ვიდექით. როცა გმირები ბრუნდებოდნენ, დროშით დაფარული კუბოებით. ჩვენ პატივი მივაგეთ მათ. ჩვენ გზნობდით თქივილს და ვუსმენდით ოჯახებს. რაც მოვისმინემ, ყველა ოჯახში ერთი იყო. ცრემლები, ჩახუტებები, სიმტკიცე და ურხევი გადაწყვეტილება. მათ თქვეს დაასრულეთ. პატივი ეცით მათ მსხვერპლს, ნუ ყოფმანობთ და არ გაჩერდეთ სანამ არ დაამთავრებთ საქმეს. ჩემი და პრეზიდენტის პასუხი იყო მარტივი. დავასრულებთ ამას. პატივს ვცემთ მათ მსხვერპლს, რომელიც მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთგულებას. მე ვატარებ ამ სამაჯურს. შტაბის სერჟანტი ჟორჟე ოლივეირა იყო ჩემი სერჟანტი, ან სპეციალისტი, გვანტანამოს ყურეში. შემდეგ იგი ავღანეთში გაგზავნეს, სადაც 2011 წლის 19 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული 11 სექტემბრიდან 10 წლის შემდეგ 15 წლის წინ, ის იყო იმ 1%-ში ამერიკის საუკეთესო. ის არ იყო მხოლოდ ეროვნული გვარდიის წევრი, არამედ პოლიციელი და ოჯახის მამაც. ყოველ დღე მე მას ყოველდღე ვიხსენებ, ისევე როგორც მრავალი სხვა, ვინც ასეთ სამაჯურებს ატარებს და ყოველთვის გავიხსენებთ ამ კონფლიქტში დაკარგულებს. მათი სახელები სამუდამოდ ამოტვიფრული იქნება ჩვენს კეთილშობილურ მისიასა და ღრმად მადლიერი ერის სულში. დღეს თქვენ გესაუბრებით ამერიკელო ხალხო. არა ფილტრებით, რეპორტიორებით, ან საკაბელო მედიის მანიპულაციით. არაკეთილსინდისიერი და ანტიტრამპისტული მედია არაფერს დაიშურებს. ვიცით, რომ ისინი ცდილობენ მიღწევების დაკნინებას, ხარჯების გაბუქებას და ყველა ნაბიჯის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. სამწუხაროდ, ტრამპის შეშლილობის სინდრომი მათ დნმ-შია. მათ სურთ პრეზიდენტი ტრამპი დამარცხლეს, მაგრამ თქვენ ამერიკელო ხალხო უკეთ იცით. დიახ, ჩემსი ჟურნალისტები არიან, მაგრამ ისინი ჩვენი აუდიტორია არა. დღეს ეს ხართ თქვენ, ამერიკელი ხალხი, კეთილი, ღირსეული და პატრიოტი. თქვენ, ამერიკელი პატრიოტები, მშრომელები, გადასახადის გადამხელები და ღვთისმოშიში ადამიანები. აქაური მედია, არა ყველა, მაგრამ დიდი ნაწილი, ცდილობს ასე გაფიქრებინოთ. მხოლოდ 19 დღეა გასული ამ კონფლიქტის დაწყებიდან და თითქოს ჩვენ მივდივართ უსასრულო უფსკრულისკენ, ან მარადიულ ომში, ან ჭაობში. ამას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. მომისმინეთ მე, ერთი 100,000-ობით ადამიანიდან, ვინც იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში, ვინც ნახეს, როგორ გაანიავეს წინასულევმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის სანდოობა ბუშმა, ობამამ და ბაიდენმა. ეს ის ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა უკეთ იცის. ეპიკ ფიური განსხვავებულია, ლაზერივით ფოკუსირებულია, გადამწყვეტია. ჩვენი მიზნები, რომელიც უშუალოდ ჩვენმა პრეზიდენტმა ამერიკა უპირველეს ყოვლისა მოქცა, უცვლელია პირველი დღიდან. ესენი ნამდვილად არ წარმოადგენს მედიის მიზნებს და მით უმეტეს ირანის მთავრობისას არც ახალი მიზნებია. ჩვენი მიზნები უცვლელია, ზუსტად მიზანზეა ორიენტირებული, როგორც დაგეგმილი. ირანის რაკეტების, გამშვები დანადგარების და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის განადგურება, რათა მათ აღდგენა ვერ შეძლონ, მათი საზღვაო ძალების განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ბირთვული იარაღს ვერასდროს მიიღებს. ჩვენი მიზნები პირველი დღიდან პატრიოტ ჟურნალისტებს, ომის დროს სრულყოფილების მიღწევა არავის შეუძლია. ამ შენობას ეს ყველაზე კარგად ესმის, მაგრამ რეალობა გააშუქეთ. ჩვენ გადამწყვეტად და ჩვენი პირობებით ვიმარჯვებთ. ირანი უზარმაზარი ქვეყანაა და ზუსტად ისე როგორც ჰამასი და მისი გვირაბები, მათ მთელი დახმარება, მთელი ეკონომიკური განვითარება, ჰუმანიტარული დახმარება მიმართეს გვირაბებსა და რაკეტებზე. ზუსტად ეს გააკეთეს ჰამასთანაც. ირანი 10 წლეულების განმავლობაში რესურსებს არ ეკენებდა ხალხზე, არამედ რაკეტებზე, დრონებზე, პროქსი ძალებსა და მიწისქვეშა ობიექტებზე. ჩვენ მათ მეთოდურად, დაუნდობლად და გამანადგურებლად ვნადირობთ, როგორც მსოფლიოში სხვა არც ერთ სამხედრო ძალას შეუძლია. შედეგები თავად ლაპარაკობს. ამჟამად უკვე დავართხით 7,000-ზე მეტ სამიზნეს ირანში და მის ინფრასტრუქტურაში. ეს არაა ეტაპობრივი, არამედ გამანადგურებელი ძალა, რომელიც ზუსტად გამოიყენება.
და კიდევ ერთხელ დღეს იქნება ყველაზე დიდ თავდასხმების პაკეტი ამ დრომდე. ზუსტად ისე როგორც გუშინიო. როგორც თქვი, პირველი დღიდან ჩვენი შესაძლებლობები იზრდება, ირანის საკი მცირდება. ჩვენ ვნადირობთ და ზემოდან სიკვდილსა და ნგრევას ვატეხთ. ირანის საჰაერო თავდაცვა განეიტრალდა. თავდაცვითი ინდუსტრია, წარმოების ხაზები და მათი რაკეტების თუ დრონების პროგრამები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ჩვენ დავარხით ასობით მათ თავდაცვით ინდუსტრიულ ბაზას და ძლიერ დავაზიანეთ მათი ახალი ბალისტიკური რაკეტების წარმოება. ჩვენ ზალებზე განხორციელებული რაკეტული თავდასხმები 90%-ით შემცირდა კონფლიქტის დაწყებიდან. იგივე ეხება შეტევით უპილოტო აპარატებს, ნახეთ კამიკაძე დრონები, 90%-ით შემცირდა. ირანელები ისვრიან, ეს ვიცით, მაგრამ უფრო მეც ისროდნენ, რომ შეძლებოდათ, თუმცა შეუძლიათ. ბოლო სამსახური, რომელსაც ახლა მსოფლიოში ვინმე ისურვებდა, არის ირანის რევოლუციური გვარდიის ან ბასიჯის უფროსი ლიდერი. ეს დროებითი სამუშაოები. მეორე მსოფლიო ომის დროს ადმირალ ერნესტ კინგის გაკვეთილზე დაკრნობით, გადავთქვით ირანთან ერთად ოკეანე გავიზიაროთ. მათ ქვედა ნახევარი მივეცით, ან ჩავძირეთ მათი საზღვაო ფლოტის 100-ზე მეტი გემი. ხშირად დაზიანებების საბოლოო დადასტურებას უცდით, რომ ზუსტი რიცხვი ვიცოდეთ. მათი წყალზედა ფლოტი უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. მათი 11 წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა. სამხედრო პორტები დასუსტებულია. ირანი 47 წელია ტერორიზმს უწყობს შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ინტერესებს. ჰავარი ინდუსტრიები მათთვის, არა ფოლადი, სოფლის მეურნეობა ან ტურიზმია, არამედ ირანის დაფინანსებული ტერორიზმი. სახელმწიფო, პროქსი მილიციები, მიწისქვეშა ქსელები, ბალისტიკური რაკეტები და მესიანური ძალადობრივი ისლამური იდეოლოგია, რომელიც აპოკალიფსურ დასასრულს მისდევს. რეჟიმი, როგორიც ესა, რომელიც უარს ამბობს ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმაზე. არა მხოლოდ რეგიონული პრობლემაა, არამედ პირდაპირი საფრთხე ამერიკისთვის, თავისუფლებისთვის და ცივილიზაციისთვის. მსოფლიო, ახლო აღმოსავლეთი, უმადური ევროპელი მოკავშირეები და ჩვენი მედიის ნაწილი, ერთი რამ უნდა ეუბნებოდნენ პრეზიდენტ ტრამპს. გმადლობთ სიმამაცისთვის, რომ არ მისცით ტერორისტულ სახელმწიფოს, მსოფლიო რაკეტებით მძევლად ხალდეს და ბირთვული ბომბის აშენებას სცადოს. გმადლობთ, რომ თავისუფალი სამყაროს საქმეს აკეთებთ. გუშინდელმა ცერემონიალმა შეგვახსენა, რომ ვიბრძვით არა ერების ასაშენებლად ან დემოკრატიის გასავრცელებლად, არამედ ამერიკასა, ამერიკელებსა და ჩვენს ინტერესებზე პირდაპირი საფრთხეების გასანადგურებლად. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და საკუთარ პირობებზე ვიმარჯვებთ, მტკიცედ მივყვებით მის მიზნებს. ჩემი 13 წლის შვილი გუშინ ოფისში შემოვიდა, როცა სიტყვას ვასწორებდი. მან ომზე და დოვერში ნაცნობ ოჯახებზე მკითხა. მაშინ შევხედე და უთხარი, ისინი შენთვის დაიღუპნენ შვილო, რომ შენს თაობას ბირთვულ ირანთან ბრძოლა არ მოუწიოს. ეს არის აბსოლუტური სიმართლე. და მათ მართლაც სიცოცხლე გასწირეს ამ მიზნისთვის. ოჯახებმა თქვეს, დაასრულეთ ეს, ჩვენ დავასრულებთ. და იგივეს ვეუბნები ყველა ამერიკელს, ვისაც მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით სურს. და ჩვენმა ყოვლის შემძლე ღმერთმა კვლავაც დალოცოს ჩვენი ჯარისკაცების კურთხევას ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ ვთხოვ ამერიკელ ხალხს, ილოცეთ მათთვის ყოველდღე, მუხლებზე დამდგარნი. თქვენს ოჯახებთან ერთად, სკოლებში და ეკლესიებში, ყოველთვის იესო ქრისტეს სახელით ჯარი მტკიცედ იდგეს და ღმერთი მათ გვერდით იყოს. თქვენი სიტყვა, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მდივანა. ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა მოსვლისთვის. გუშინ პრეზიდენტ ადოლფთან ერთად მივედი, რომ 6 გმირის სამშობლოში დაგვებრუნებინა. ჩემთვის დიდი პატივი იყო იქ ყოფნა და ოჯახებისთვის მადლობის გადახდა. მათ შორის იყვნენ მე-6 საჰაერო შევსების ფრთის წევრები მაგდილის ავიაბაზიდან ფლორიდაში, რომლებიც ბირმინგემში, ალაბამაში აქტიური ასოცირებული დანაყოფის წევრები იყვნენ. მაიორი ალექს კლაინერი, ბატონი ჯონონ ალექს კლაინერი და მაიორი არიანა სავინო, რომელიც სიკვდილის შემდეგ დააწინაურეს. ტექნიკური სერჟანტი ეშლი პრუიტი, 123 საჰაერო შევსების ფრთის ბუმის ოპერატორი საჰაერო შევსების ფრთიდან. ოჰაიოს ეროვნული გვარდია, რიკენბეკერის ბაზაზე, კოლუმბუსში. კაპიტანი სეთ კოვალი, კაპიტანი კურტ ზანგტი და ახლა უფროსი, სერჟანტი ტაილერ სიმონსი, რომელიც ასევე ბუმის ოპერატორად დააწინაურეს.
ყველა ვისთანაც გუშინ ვისაუბრე ამბობდა, რომ მათ საყვარელ ადამიანებს უყვარდათ მსახურება, გუნდური მუშაობა და ავიაცია. ქვეყნის საწვავის ეკიპაჟები უცნობი გმირები არიან, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ, რომ ჩვენ შევძლოთ ბრძოლა მტერთან მომარაგებისა და აღჭურვილობის გამოყენებით. Sua coragem e tenacidade frequentemente. რა ხარ თქვენ 11 სექტემბრის შემდეგ, როცა დამეხმარეთ, უცხო ცაში, სადაც მარშრუტი შეცვალეთ, რომ საწვავი მომაწოდოთ, როცა ვერ ვახერხებდი გასვლას. სახმელეთო ძალები ცეცხლის ქვეშ, მათ უპასუხეს გამოძახებას და არაერთხელ წინა ხაზზე მივიდნენ. უდიდესი სიამაყე და მადლიერება მაქვს ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი საწვავის შევსების ეკიპაჟები აკეთებენ, ჩვენი პილოტები, ბუმის ოპერატორები და ტექნიკოსები. ჩვენი 6 დაღუპული გმირის ოჯახებმა იცოდნენ, რომ მათ ტკივილს ვიზიარებთ. ეროვნება არასოდეს დაივიწყებს მათ მსხვერპლს. ჩვენი ძალები დღეს თქვენთან ერთად გლოვობენ და ყოველთვის გავიხსენებთ მათ მემკვიდრეობას, როგორც წარმოუდგენელ საჩუქარსა და დიდ მაგალითს ყველასთვის. ეხლა ოპერაციების განახლებას ვიწყებ. სიკიმოვა სენტკომი აგრძელებს გეგმას სამხედრო მიზნების მისაღწევად და შეუპოვრად აგრძელებს ირანის სარაკეტო, უპილოტო, საზღვაო და ინდუსტრიული ბაზის შესაძლებლობების ძიებას. ყოველ დღე უფრო ღრმად უტევთ ირანის ტერიტორიას. ზევას ცენტრალური სარდლობის მიხედვით ამერიკელებმა 5,000 ფუნტის გამანადგურებელი ბომბები ჩამოაგდეს მიწისქვეშა ფრთოსანი რაკეტების საწყობებსა და დამხმარე აღჭურვილობაზე. ეს იარაღები სპეციალურადაა შექმნილი, რომ გაიაროს ბეტონი და კლდეები და იმოქმედოს ამ ბამბარიერების გადალახვის შემდეგ. ვაგრძელებთ ნაღმების საცავებისა და საზღვაო საბრძოლო მასალის საწყობების ძებნასა და განადგურებას. ვანადგურებთ საზღვაო რესურსებს, მათ შორის 120 ხომალდსა და 44 ნაღმგამთავსებელს. ზეწოლა გრძელდება. ჩვენ გავფრინდით აღმოსავლეთით, შევედით ირანის საჰაერო სივრცეში, რათა გავანადგუროთ ნარკოტიკები, დარტყმის დრონები და შევამციროთ ირანის ძალის პროექცირება. 10 ვართოგი ახლა მოქმედებს სამხრეთის ფრონტზე და ანადგურებს სწრაფი შეტევის ხომალდებს ჰორმუზის სრუტეში. HH-64 აპაჩები ბრძოლას სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე შეუერთდნენ და იქ მოქმედებას აგრძელებენ. ეს მოიცავს ჩვენს მოკავშირეებს. აპაჩების გამოყენებით ერთმიმართულებიან დარტყმით დრონებზე ერაყში AH-64 ვერტფრენები ახორციელებენ შეტევებს ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებებზე. იმისათვის, რომ IAS-28-ის ძალებისა და ინტერესების საფრთხეები ჩავახშოთ და ფოკუსირება გავაგრძელოთ იმ პლატფორმების განეიტრალებაზე, რომელსაც ირანი ამერიკელებისა ან პარტნიორების ზიანისთვის იყენებს. გასულ პარასკევს კუპერმა და სენტკომა კარაკასის კუნძულზე 90-ზე მეტ სამიზნეზე ზუსტი დარტყმები განახორციელეს. მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვა, საზღვაო ბაზა, ნაღმების საცავი და განთავსების ობიექტები. დივნის თქმით ირანის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე შეტევას ვაგრძელებთ და ასე მოვიქცევით მომავალშიც. დღეს გავაგრძელებ თემას და ვისაუბრებ ჩვენი ერთობლივი ძალის წევრებზე. დღეს ვისაუბრებ გამორჩეულ ავიატორებზე, რომლებიც ყოველდღიურ ბრძოლაში არიან, საჰაერო ძალების გუნდებზე, რეზერვისტებზე და B1, B2 და B52. ეს სისტემების მქონე გუნდები ამერიკის შეერთებული შტატების შორსცროლელი შეტევის ბირთვია. მათი წვლილი Epic Fury-ის ოპერაციაში გადამწყვეტია. ადმირალ რიჩ კორელის ხელმძღვანელობით სტრატკომში და ტრანსკომის მხარდაჭერით ეს მომარაგების ძალა გამოუყოფ განსაკუთრებულ ავიატორებს, ძალა გეგმავს მისიებს ზევასა და მის მოკავშირეებზე დამანგრეველი შედეგების მისაღებად. გასულ შაბათ-კვირას ვესტუმრე ჩვენს B1 და B52 ეკიპაჟებს და ვისაუბრე ახალგაზრდა ავიატორებსა და მექანიკოსებთან. კითხე, როგორ გძნობ თავს? მომიყევით ერთი დღის შესახებ, გაერთიანებული ძალა, ფრონტის დაცვა, ავიატორები, მომარაგებაზე ვისაუბრებ და ეკიპაჟებზე, მომარაგების რეზერვისტებზე, ყოველდღიურ მომარაგებაზე, ეკიპაჟებზე, მომარაგება, ძალა. გამორჩეულებზე ვისაუბრებ, საჰაერო ძალებში, საბრძოლო მზადყოფნას აჩვენებენ ფრონტის ქვეშ, ასევე სტრატკომის მომარაგების ეკიპაჟებში, გამორჩეულებზე ვისაუბრებ. 5B-52 და 4B-1 ბომბდამშენი განლაგებულია. ამ ამერიკელებიდან ზოგი 20 წლისანი არიან.
ჩვენ ვაძლევთ მათ პასუხისმგებლობას ასეულობით ტონიანი თვითმფრინავების მართვაზე, რომ ჩვენი საქმე შეასრულონ. მათი მისია იწყება წინა დღეს, როცა იღებენ სამიზნეებს, სწავლობენ მათ, აანალიზებენ ეფექტებს, საჭირო იარაღს, მის დაპროგრამებას, ამინდს და საწვომზიდების ნაკადს. ეს რთული ამოცანაა, რომელსაც ეკიპაჟები ბოლო 24 საათის განმავლობაში ასრულებენ. ცოტას ისვენებენ და შემდეგ ფრენაზე გადიან. ბოლოს ამოწმებენ მთელ აღჭურვილობას, ნიღბებს, გადარჩენის ნაკრებს, ტენიან იარაღებს და ემზადებიან. რეაქტიულ თვითმფრინავებს 1 საათით ადრე რთავენ, დრისით გამოჰყავთ, წინასწარ ამოწმებენ და ემზადებიან გრძელ დაძაბულ საბრძოლო მისიებისთვის. ფრენის დროს ტექნოლოგიით გარშემორტყმულები ისინი გზაზე მრავალჯერ შეავსებენ საწვავს საჰაერო ტანკერებით პასუხისგებლობის ზონამდე, აშშ-დან ან წინწასული ბაზიდან, როგორც საჭიროა. მებრძოლი პილოტისთვის საწვავის შევსება ბევრად უფრო მარტივია F-16-ში, ვიდრე B-1, B-2 ან B-52-ში, სადაც საჭიროა აქტიურად მართო და აკონტროლო. თვითმფრინავი ფიზიკურ ძალას მოითხოვს, მებრძოლი თვითმფრინავი კი უფრო მარტივია. ისინი საწვავის შევსების შლანგზე დაკავშირებულები რჩებიან 30 წუთამდე, იღებენ 100.000 ფუნტ საწვავს. საჰაერო შევსება ფიზიკურად დამგლელი ამოცანაა და ისინი ამას ოპერაციის დროს ასრულებენ. აერთიანებენ ისრაელის ძალებს დავალებული მისიის შესასრულებლად. აგდებენ ბომბებს სწორ დროს, სწორ მიზანზე და სწორი ეფექტით. ვიცი, რომ მათ ბევრი ემოცია აქვთ, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ისინი მუშაობენ საოცარი კონცენტრაციით. ისინი შიშობენ, მაგრამ მთავარი გრძნობაა ღმერთო, ნუ ჩამაფლავებინებ, ყველაფერი კარგად იყოს, მებრძოლის ლოცვა, რაც ყველას გვაქვს. Epic Fury-ის დღეებში ისინი შორმანძილზე მოქმედ იარაღებს იყენებდნენ. ეხლა, როგორც აღვნიშნე, გადავედით ახლო ბრძოლის იარაღებზე. თითოეულის უკან დგანან ტექნიკოსები და იარავის სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თვითმფრინავებისა და მათი სისტემების მზადყოფნას. ისეთი დიდებია თვითმფრინავები ანგარში არა, გარეთ, სიცივეში, თოლსა და წვიმაში დგანან. ბომბებს გარეთ აწყობენ უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით 24 საათი დღე-ღამეში, წლის ყველა დღეს. ეს სამუშაო კომფორტული არ არის, მაგრამ ერთი წუთიც რომ გაატარო ამ მოტივირებულ ახალგაზრდა ამერიკელებთან, შეუძლებელია არ კონდეს იმედი ამერიკის მომავალზე. ეს შთამბეჭდავია. ჩვენ ამ ახალგაზრდა ამერიკელებს ვანდობთ დიდ პასუხისგებლობას და ისინი ყოველთვის პროფესიონალურად და თავმდაბლად ასრულებენ იმას, რასაც თხოვთ. დასასრულებლად საბრძოლო ოპერაციებს გავაგრძელებთ. მდივნის თქმით, სულ უფრო დატვირთულები ვართ. ვიცი, რომ დივანი და მე და მდივანი ვამაყობთ ჩვენი ძალების 2800-ვე წევრით. მადლობელი ვარ იმ გამძლეობისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენენ Stratcom-ის, CENTCOM-ის, SpaceCom-ის, CyberCom-ის, Transcom-ის და მთლიანად გაერთიანებული ძალების მამაკაცები და ქალები. ვასრულებ იქიდან, საიდანაც დავიწყე. დღეს ვიხსენებთ 6 ადამიანს, ვინც დაეცა და შინ დაბრუნდა. ისინი ჩვენი ერის საუკეთესოები არიან. იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ტკივილს გრძნობენ, ჩვენ თქვენთან ვართ და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. ღმერთმა ქნას ყოველთვის ღირსეულები ვიყოთ მათი მსხვერპლის წინაშე. სიტყვას გადავცემ თქვენ. გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო უპასუხეთ. გმადლობთ მდივანო და პრეზიდენტო. განადგურებული სამიზნეების შესახებ თქვენი განახლების გათვალისწინებით, რამდენად ახლოს ვართ პრეზიდენტის მიზნებთან და რა შედეგია მოსაუდნელი ოპერაციისგან, ისე რომ არ გაამჟღავნოთ სენსიტიური გეგმები. ჩვენ არ გსურს საბოლოო ვადის განსაზღვრო, მაგრამ ვაგრძელებთ გეგმას. ყურადღებით ვაპრილდებით მაჩვენებლებს და ინფორმაციას ვაცვდით პრეზიდენტსა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს. ჩვენ გვჯერა, რომ რადგან უფრო მეტად ვართ ჩართული, უფრო ახლოს ვართ და ზუსტად ვიცით, რა სამიზნეები გავანადგურეთ და რატომ, და უფრო დინამიურად გაუმჯობესებული დაზვერვის წყალობით, შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვავლინოთ სამიზნეები, როდესაც ისინი ტოვებენ მიწისქვეშა ობიექტებს და დავარტყათ მათ მანამდე, ან მაშინვე მას შემდეგ, რაც ისინი გაისვრიან. ჩვენ მოქმედებთ გეგმაზე. ამიტომ ამერიკელ ხალხს მივმართავ. ვრცელდება ბევრი ჭორი, გაპართოების და ახალი მისიების შესახებ, ან სპეკულაციები იმის თაობაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მკაფიო მიზნები გვაქვს. პრეზიდენტმა მოგცა ყველაფერი, რაც მისიის შესასრულებლად გვჭირდება.
ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესოები უნიფორმაში, რომლებიც ამ საქმეს ადგილზე ასრულებენ. ისინი ამ მისიაში დარწმუნებულები არიან და მასზე ერთგულად მუშაობენ. და საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება, როდის ვიტყვით, რომ მივახციეთ იმას, რაც გჭირდებოდა ამერიკელი ხალხის სახელით ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასე რომ არა, ამისთვის განსაზღვრული ვადა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, აბსოლუტურად, დიახ, სწორედ აქ. დილამშვიდობისა, ბატონო მდივანო, დევიდ ზაიერი, ამერიკის ნამდვილი ხმის სიახლეები. რომელი ქვეყნები თანამშრომლობდნენ ყველაზე აქტიურად, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნები, რადგან ევროპა ოხმანობს? მინდოდა კითხოთ ინტერნეტის გატიშებზე, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა რეჟიმი ახორციელებს. ზენეუს არმია მონაწილეობს რეჟიმის წინააღმდეგ, VPN-ების, სატელიტებისა და სხვა საშუალებების დაბლოკვაში. მინდა ვიცოდე, ზენეუს არმიას როლი აქვს თუ არა იქ? ცხადია, მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ისრაელი პირველივე დღიდან საოცარი, უნარიანი და მონდომებული პარტნიორი იყო. შესაძლებლობები და პარტნიორები, რომლებიც იყენებენ მათ, საუკეთესოა. სპარსეთის ყურის ქვეყნები ამით გამოირჩევიან. სინამდვილეში ირანის საკმაოდ გაუგთხილებელმა მცდელობამ დაესხა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სხვა ობიექტებს, გამოიწვია ის, რომ ქვეყნები, რომლებიც ადრე ასე ჩართული არ იყვნენ, დღეს სრულად ჩვენს ორბიტაში აღმოჩნდნენ. და ჩვენ ვამაყობთ, რომ მათთან ერთად ვიცავთ, მათ გვერდით ვდგავართ, რაც არ უნდა იყოს. არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები გვიდნენ გვერდით და ამისთვის მადლიერები ვართ. რაც შეეხება ინტერნეტს, ხედავთ, რომ რეჟიმი ცდილობს მაქსიმალურად გაამკაცროს კონტროლი. ჩვენ ვიღებთ საპასუხო ზომებს, რომელთაგან ბევრზე აქ ვერ ვისაუბრებთ, იმისთვის, რომ შეთხობინებები მიეწოდოს ირანის ხალხს და იმ აუდიტორიებს, ვისაც სჭირდება იცოდეს თავისი ბედი ან არჩევანი, რეჟიმი რეალობის დამალვასა და ყალბი AI გამოსახულებების გავრცელებას ცდილობს, როგორიცაა ცეცხლმოკიდებული ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი, რაც მედიასაც ატყუებს, თუმცა ჩვენ მოქმედებას გავაგრძელებთ. AI-ის გამოსახულებები თითქოს მოვლენებს ასახავს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ისინი ცნობებსა და გამოსახულებებს აყალბებენ, რათა ხალხი მოატყუონ. მაგრამ მათი ხალხი ძლივს იღებს შეტყობინებებს ბლოკირების გამო. დარწმუნებული ვარ, ამასაც მოვაგვარებთ. დივანი ა, ბოდიში, მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო. ღამით ირანმა გაუშვა რაკეტები ყურის გავლით. მათ დაარტყეს საუდის ნავთობის ქარხანას წითელ ზღვაში. რას ნიშნავს, რომ მათ ეს შესაძლებლობა ახლა აქვთ ომის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ? ბატონო მდივანო, თქვენ ახსენეთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ირანი აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საელჩოებსა და საკონსულოებს ლეგიტიმურ და სტრატეგიულ სამიზნეებად აღიქვაც რეგიონში. ახლა პენტაგონი რას აკეთებს ამ ობიექტების დასაცავად და თავდასხმების აღსაკვეთად? მადლობა კითხვისთვის. რაკეტები თავდასხმებზე, როგორც აუნიშნეთ, ისინი ამ ბრძოლაში სხვადასხვა იარაღით შევიდნენ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მაქსიმალურად აგრესიულ და მტკიცე მოქმედებებს მათი ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების წინააღმდეგ, როგორც საშუალო, ასევე მოკლე მანძილზე. ჩვენ ვაგრძელებთ მათ დევნას, პოვნასა და განადგურებას. თუ ასე გავაგრძელებთ, მათ კვლავ აქვთ შესაძლებლობები, ჩვენ კი მრავალფენიანი თავდაცვა რეგიონში ამ ობიექტების დასაცავად. თანამშრომლობთ პარტნიორებთან სპარსეთის ყურის რეგიონში თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ირანი ენერგიით მდიდარი ქვეყანაა და უნდა აყვავდეს. ისინი, როგორც სხვა რადიკალური რეჟიმები, ფულს საკუთარ ხალხზე კი არა, სხვა მიზნებზე ხარჯავენ. მილიონობით ირანელი აპროტესტებდა, რადგან ფიქრობდნენ, მათი ცხოვრების ხარისხი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. და რა იყო ირანის სახელმწიფო? არსებობს მიზეზი, რის გამოც ირანს ტერორიზმის მთავარ სახელმწიფო სპონსორს უწოდებთ. იმ ფულს, რასაც იღებდნენ, აბანდებდნენ გვირაბებში, რაკეტებში, გამშვებ მოწყობილობებსა და უპილოტო საფრენ-აპარატებში. და ჩვენ ვანადგურებთ და ვასუსტებთ ამას ისტორიული მასშტაბებით. მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ რაღაცები და ცდილობენ ხალხის აფრთხის ქვეშ ამყოფონ. ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით, რომ ზეწოლა შევინარჩუნოთ. თქვენ ახსენეთ საელჩოები და საკონსულოები, ასულისგან განსხვავებით ზრდით ძალისხმევას, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა და სხვა სფეროს გუნდი უსაფრთხოდ იყოს ამ ობიექტებში. საუკეთესო თავდაცვა კარგი შეტევაა, ამიტომ არ გვეშინია და მზად ვართ გავანადგუროთ ნებისმიერი. ბევრი მათგანი კი ჩვენს დიპლომატიურ ობიექტებს აპირებს შეტევას. ირანი, ხო იცით, არ გვიგვეს, რომ ისინი განურჩევლად ესხმიან თავს და ჩვენ ისევ ხედავთ, რომ ეს ხდება. როგორც ირანთან ომის გამართლების ნაწილი, თეთრმა სახლმა საკმაოდ ფართოდ წარმოადგინა, რომ ირანის რეჟიმი 47 წელია ტერორიზმს ახორციელებს ჰულაივას წინააღმდეგ.
პენტაგონის 2019 წლის შეფასებით ირანის ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ და RGC-მ იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდეს ერაყში ამერიკელების მოსაკლავად. ირანი ერაყში სულ მცირე 603 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. თუმცა ირანის თალიბანისადმი დახმარებაზე საჯარო ანგარიშგება ავღანეთში არ ყოფილა. ეს თეთრი სახლის საჯარო არგუმენტის ნაწილი არ ყოფილა. შეგიძლიათ დააკომენტაროთ ირანის როლი თალიბანის დახმარებაში ავღანეთის ომისას. პრეზიდენტო, როგორც თქვენ და მდივანმა თქვით, აქრეისა და ატენუალის შეიარაღებული ძალების 13 წევრი დაიღუპა ოპერაცია Epic Fury-ის დროს. რა გაკვეთილები იქნა მიღებული როგორც ირანული თავდასხმებიდან, ასევე თვითმფრინავის სათვავის შევსების ავარიიდან. როგორ გამოიყენება ეს გაკვეთილები მიმდინარე კონფლიქტში და მომავალში დობაკომში შესაძლო კონფლიქტში? მადლობა. მადლობა კითხვისთვის და ეს მართალია ქალაქში, რომელსაც შეიძლება ძალიან მოკლე მეხსიერება ჰქონდეს, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს ასეთი არ აქვს. მას კარგად ახსოვს, რაზე დაარსდა ირანის რეჟიმი და მათი საწმისი განცხადება. სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ეს მათ გაგანაცხადეს. მათ აქვთ განზრახვა, ყველანაირად სადუნამის განხორციელება, მოკლან ამერიკელები ყველგან სადაც შეძლებენ, საელჩოებში. დიდი ხნის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ერაყში ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი იყო EFP, ფეთქებად ფორმირებული გამტანი. მე იქ ვიყავი, როცა ეს ტაქტიკა და ტექნიკა გამოჩნდა. და აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ჯიჰადისტები არ იყვნენ, რომლებიც 185 მმ-იანი საარტილერიო ასაფეთქებლებს სერიულად აწყობდნენ. ეს იყო მთელი სახელმწიფო თავისი აპარატით, რომელსაც შეეძლო ფოლადი ისე დაემუშავებინა, რომ გაეხვრიტა ამერიკული ჯავშანი და მოეკლა ამერიკელები. ეს არ იყო ისეთი რამ, როგორც ბომბის საწყობის იდეების გაზიარება. ირანმა გადასცა ერაყს ტექნოლოგია, რესურსები და პროფესიონალები ამერიკელების მოსაკლავად. ოფიციალური რიცხვი არის 600, მაგრამ ჩვენგან ბევრს გონია, რომ ეს უფრო მეტია იმ შესაძლებლობების რაოდენობის გამო, რაც მათ მოიტანეს. ისინი 47 წელია ომში არიან ჩვენთან. ვაღიარებთ ამას თუ არა. ეს ავღანეთსაც ეხება. დაასახელეთ ისლამისტი მტერი, სუნიტი თუ შიიტი. ირანი მზად იყო მათთვის თავშესაფარი მიეცა, თუ ეს ჯგუფი ამერიკელების მოსაკლავად მზად იქნებოდა. ამიტომ ისლამისტურ სამყაროში მათი მტრის მტერი, მათი მეგობარია. ამიტომ ირანი იქნება ეს ერაყში, ავღანეთში თუ მსოფლიოს გარშემო, მიზანში იღებს ამერიკელებს. პრეზიდენტი ტრამპი არ მიიღებდა რეჟიმის ბირთვულ შესაძლებლობებთან მიახლოებას, რაც მათ განაცხადეს, რომ გამოიყენებდნენ. და ჩვენ უნდა ვენდოთ იმას, რასაც ჩვენი მტრები ამბობენ, რომ გააკეთებდნენ მსოფლიოს ყველაზე საშიში იარავით. ყველა ადგილას, სადაც ირანი ყოფილა, ის ამერიკისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. ზოგჯერ საჭიროა ეს ხალხს შევახსენოთ. მეც მადლობა გვყავს მთავარსარდალი, რომელმაც ქვეყნის სახელით გააცნობიერა და თქვა, ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ. ჯერი, მინდა ვისაუბრო მიღებულ გაკვეთილებზე, რადგან მნიშვნელოვანია, თუმცა კონკრეტულ დეტალებს არ გავამხელ. ტაქტიკური გაკვეთილები და ინციდენტი KCS 35-თან დაკავშირებით გამოძიების პროცესშია. მაგრამ ნამდვილად მინდა ვისაუბრო იმაზე, როგორ ვფიქრობ ამაზე და როგორ ვფიქრობთ ჩვენ ამაზე, და ეს არის რაღაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაერთიანებული ძალები უნდა იყოს ორგანიზაცია, რომელიც სწრაფად, მუდმივად და მოქნილად სწავლობს ყველა დონეზე, სტრატეგიულზე, ოპერაციულზე და ტაქტიკურზე. ამიტომ დავავალეთ გაერთიანებულ ძალებს თვითონ შეეფასებინათ თავი და ეკითხათ, რა იყო ჩვენი გეგმა? ჯერ ერთი საერთოდ ჰქონდა გეგმა კი თუ არა? პასუხი ყოველთვის დიახ არის, რადგან ჩვენ სიტყვით ყველაფერს ვგეგმავთ. შევასრულეთ ჩვენი გეგმა კი თუ არა? თუ კი იმუშავა, თუ არა რატომ? თუ ჩვენი გეგმა არ შევასრულეთ, მაგრამ რაღაცა უკეთესი გავაკეთეთ, რა გაკვეთილი ვისწავლეთ ამასთან დაკავშირებით? და შემდეგ როგორ ვაფიქსირებთ სწრაფად ამ გაკვეთილებს ყოველი დანაკარგის ან შეტაკების შემდეგ, როგორ ვიღებთ სწრაფად ამ გაკვეთილებს და შემდეგ უზიარებთ სხვებს. გაერთიანებული ძალებისთვის და გაერთიანებული შტაბის ფარგლებში დავავალეთ დირექტორატს, რომლის ხელმძღვანელია გენერალ-ლეიტენანტი ლისევსკი, ამერიკის საზღვაო ქვეითი. რომ იყოს უკიდურესად ინიციატივიანი ამ გაკვეთილების შეგროვებასა და დაფიქსირებაში, პროაქტიულად და არა რეაქტიულად. ჩვენ გვყავს J7-ის გუნდის წევრები, რომლებიც CENTCOM-ში, ქვეყანაში და საზღვარგარეთ არიან განაწილებულნი. უზრუნველყოფთ, რომ ყოველ შესაძლებლობაზე სწრაფად ვისწავლოთ და გამოვიყენოთ ეს გაკვეთილები გაერთიანებულ ძალებში, ასე რომ თუ იქნება დანაკარგი ან რამე სასწავლი, ჩვენ ამას ვისწავლით.
არა მხოლოდ CENTCOM-ის არეალში ჩვენ ეს ყველა სარდლობაში მოვარგეთ. არა მხოლოდ PACOM-ში, ეს ყველა საბრძოლო ფუნქციას ეხება. თხოვე მკაცრად გაიანალიზებინათ. ეგო გვერდზე გადაედოთ და გახსენებოდოთ მთავარი რა არის სწორი და არა ვინ არის სწორი. ობიექტურები ვიყოთ მიღებული გაკვეთილების ანალიზისას. რატომ ვართ ვალდებულები ძალების წინაშე? მადლობა კითხვისთვის. აბსოლუტურად ბრაუნ ჯეკ უკან. მადლობა ბატონო ჯონათან დრეჰერ სოფლის პოლიტიკიდან. ომის ბოლოს ირანს აღარ ექნება რაკეტები, დრონები, ფლოტი და ბირთვული იარაღის წარმოების უნარი. რეგიონში ტერორიზმის მთავარი საფრთხისა და სპონსორის განეიტრალების შემდეგ რესურსებისა და ჯარების ახლო აღმოსავლეთიდან გამოყვანა იგეგმება. ფიქრობ იდეალურ სამყაროში როგორი იქნებოდა სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, ომამდე პერიოდთან შედარებით. კარგი, მადლობას გიხდით კითხვისთვის. ვფიქრობ, როცა რეალურ საფრთხეს პირდაპირ უპირისპირდები ეს ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მეორე მხრივ ხომ ასეა. ვფიქრობ, ის რის დაკეთებაზეც პრეზიდენტი ტრამპი უარს ამბობს და რაც ხშირად ხდება ამ ქალაქში, არის უბრალოდ არსებული მდგომარეობის მირება. არავინ ვერაფერს შეცვლის. მათ დიდი შესაძლებლობები აქვთ და თუ ეს ან ის მოხდება, ასე ამბობს ის. ამერიკელი ხალხის ინტერესების დაკმაყოფილება სჭირდება სიმამაცე და უნარები, რისთვისაც ძალების მოკრება მოგვიწევს. არ ვასახელებ რაოდენობას, ხანგრძლივობას ან გეგმებს. მაგრამ თუ გადამწყვეტად იმოქმედებ, აღიარებულია, რომ ეს აფართოებს შესაძლებლის ფარგლებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იგივე გააკეთა, როცა აბრაამის შეთანხმებებისთვის შესაძლებლობა შექმნა. დღეს ბევრი ქვეყანა ჩვენთან დაახლოვდა ირანის საფრთხის აღიარების გამო. ფიქრობ, ჩვენი მომავალი პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების, ძალაუფლების პროექციისა და ინტერესების დაცვის საფუძველზე განისაზღვრება. მაგრამ პარტნიორებთან ერთად მუშაობისას პრეზიდენტი შეაფასებს, რა იქნება საუკეთესო გზა მომავალში. მადლობა კითხვისთვის. დიახ, ასე რომ, აქ ეს არის ზეუს პოლიტიკა, სამხედრო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დივნო, ორი კითხვა მაქვს. ვიცე-პრეზიდენტი ხშირად უსვამს ხაზს, რომ ამ ომის მიზანია ირანის ბირთვული განიარაღება და ამავე დროს კიდევ უფრო დიდი ჭაობის თავიდან აცილება. ვიცი რომ ეს უკვე ახსენეთ, მაგრამ ვთხოვთ უფრო დეტალურად ახსნათ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, როგორ უნდა განიარაღდეს ქვეყანა ბირთვული იარაღისგან და ამავე დროს როგორ ავიცილოთ ეს დაუსრულებელი ომი. ბუშინ საყამოს რეპორტაჟში თქვეს, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს ირანთან ომისთვის დამატებით 200 მილიარდი დოლარის სთხოვა. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს და შეგიძლიათ ახსნათ, რატომ არის ასეთი დიდი პაკეტი საჭირო. პირველ რიგში Midnight Hammer-მა თამამი მისიისა და მკაფიო მიზნების გამო გაანადგურა გამდიდრების შესაძლებლობა და ფუნქციები ამ ობიექტებში. ამან აიძულა ირანი გადაედგა ნაბიჯი წინ და ეღიარებინა. კარგი, შეგიძლიათ დააზიანოთ ჩვენი ბირთვული ამბიციები. როგორც ხედავთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ. მოდით შეთანხმებას მივახციოთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენი ორი საუკეთესო კადრი, სტივი და ჯარედი ჩართო საქმეში, რომლებმაც გულმოდგინედ და გულწრფელად იმუშავეს. მეც ვცადე ამ შეთანხმების მიღწევა. ფიქრობ, ამ დროის განმავლობაში ირანი ამბობდა, მოდით ვისაუბროთ, მაგრამ ამოდროულად აგებდა მეტ რაკეტას, აწარმოებდა უპილოტო აპარატებს და ქმნიდა კონვენციურ ქოლგას. თუ გვინდოდა შეგვეძლო გვეცა და პროგრამის აღდგენა, მე ამიტად გვეგონა, რომ პრეზიდენტ ტრამპი არაფერს გააკეთებდა. როგორც მდივანმა რუბიომ და მე ვთქვით, ეს კონვენციური ქოლგაა, რომელიც სულ უფრო იზრდებოდა. ბირთვული შესაძლებლობის დასაცავად საჭირო იყო Midnight Hammer-თან და ამასთან გამკლავება. 200 მილიარდ დოლართან დაკავშირებით ვფიქრობ, ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს. საჭიროა ფული, რომ ცუდი ადამიანები გაანეიტრალო. ამიტომ დაუბრუნდით კონგრესში კოლეგებთან გაწეული და სამომავლო ხარჯების დასაფინანსებლად, რათა საბრძოლო მასალა და სხვა ყველაფერი საჭიროზე მეტად შეივსოს და გაძლიერდეს. როგორც მან თქვა, ტრამპმა თავისი პირველი ვადის განმავლობაში ხელახლა ააშენა შეიარაღებული ძალები. მან მეორედ შეძლო. ინვესტიცია ნიშნავს, რომ ყველაფერს შევავსებთ, რაც დაიხარჯა. ეხლა, როცა ვაცოცხლებთ თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და ვაშენებთ თავისუფლების არსენალს, ისეთი გრძელვადიანი შეთანხმებებით, როგორიცაა ვიცემდივნის დადებული საბრძოლო მასალებზე, უფრო სწრაფად შევივსებით, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. და მე ვფიქრობ, რომ იცი, ჩვენ ჯერ კიდევ მუშაობთ იმ გარემოში, რომელიც ჯო ბაიდენმა შექმნა, რომელიც ამოწურავდა ამ მარაგებს. და არ უგზავნიდით მათ ჩვენს არმიას, არა, უკრაინას. ყოველთვის, როცა ვაანალიზებთ ნებისმიერ გამოწვევას, რაც გვაქვს, პასუხი ყოველთვის უკრაინა. ფიქრობთ, ასე უნდა იყოს. საბრძოლო მასალა ახლა უკეთ ემსახურება ჩვენს ინტერესებს და ეს კანონპროექტი დაფინანსების გაგრძელებას უზრუნველყოფს. მოდით კიდევ ერთს გადავხედოთ. მადლობა ბატონო კონრადსონო, Gateway Fund-დან.
გუშინდელი შედევის შემდეგ ბარსის გაზის საბადოზე სამხრეთში იცით თუ არა, ქონდა თუ არა სან-დიეგოში ამის შესახებ ინფორმაცია? ამ ხომ არ დაუნტკიცებიათ? როგორც ჩანს, ისრაელი საკუთარ მიზნებს უფრო მისდევს, ვიდრე ზევიერისას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შეტევა არ სურს. როგორც თქვით, არ შეეშომა ეს თავიდან აიცილა. ხარგის კუნძულზე ნავთობი $120. რატომ ეხმარებით ისრაელს ომში, თუ ისინი თავიანთ მიზნებს მისდევენ? მადლობა. ჩვენ გვაქვს ბერკეტები და ნათელი მიზნები. გვყავს მოკავშირეები თავიანთი მიზნებით და სიმართლე თავად ლაპარაკობს. ტრამპმა ეს საკითხი მკაფიოდ წარმოადგინა. ირანი დიდი ხანია ენერგიას იარაღად იღენებს. ისრაელმა გააფრთხილა და პრეზიდენტმაც ეს მკაფიოდ აღნიშნა. ირანს კარგად ესმის, რომ როცა ხარგის კუნძულს დაარტყამ და ხარგის კუნძულზე სამხედრო შესაძლებლობებს დააზიანებ, რაც ერთადერთი იყო, რასაც ჩვენ დავარტყით, შეგვიძლია ნებისმიერი რამ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. ნებისმიერი რამ. აშშ სამხედროები ქვეყნის ბედს აკონტროლებენ. ირანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და აღარ შეუტიოს არაბ მოკავშირეებსა და ქვეყნებს და არ ეცადოს ტკივილის მიტანებას. დიდი მადლობა ყველას, მადლობელი ვარ. მადლობა თქვენი დროისთვის.